მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ჩვენი გადაცემა სტუმრად იუმორინასთან იწყება. ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლავთ მეტად კოლორიტული პიროვნება, ბატონი გრიშა ონიანი, საერთაშორისო საზოგადოება, სტალინის თავმჯდომარე, მოგზადით ბატონები შემოგვიყვანოთ. დიდი მადლობა მოგვიანებისთვის, ჩვენებადობა გავარჯობათ კანდიდატი. უნდა მოგახსენოთ ძვირფასო მეგობრებო, რომ მე მაქვს ბედნიერება დიდი ხანია ვიცნობდი ახლოს ბატონ გრიშას და კიდევ ერთხელ გამორჩეულ მადლობას მოახსენებ იმის თაობაზე, რომ მობრძანდა ჩვენს განაცემაში, თუნდაც იმიტომ რომ ამბობდო დროს ხშირად იწვევენ ხოლმე ბატონ გრიშას, მაგრამ ცოტა უფრო აი ეს აგრესიულ განაცემებში, სადაც დებატებია ერთი მეორე. აი ახლა მე მინდა რომ ჩვენ სხვა რაკურსით დავინახოთ ეს ნიჭიერი ადამიანი, დავინახოთ იმ რაკურსით, როგორი იუმორი აქვს, ჩემი ბატონი შეხარ, როგორი ჩაიწერება ამ ჩვენს იუმორისტულ ფორმატში და ერთით შეგახსენოთ, ვინც არიცით, განსაკუთრებით ახალგაზრდების საყურადღებოდ, რომ ეს საზოგადოება სტალინის თავმჯდომარე რომ გახლავთ, იცით ყველა, მაგრამ აი მანამდე ძალზე დიდი შრომითი ბიოგრაფია აქვს ბატონ გრიშას და ნამუშევარია ძალზე საპასუხისმგებლო თანამდებობებზე და დიდი წვლილი აქვს შეტანილი ამ ქვეყნის მშენებლობაში შეუბატონ. აი ამის თაობაზე აუცილებლად ვისაუბრებ. ეხლა კი ის რამ გამოიწვია ასეთი კოლორიტული ჩასრულება თქვენი ბატონ გრიშა? მამის ტანსაცმელი მოვიძიე. რომ გავაცოცხლობ მამაჩემი თქვენს გადაწყვეტილებას. აი ეგ დიდებულია ბავშვი. აი დიდი მადლობა. ამის ასეთი ექსკლუზიური ჩასრულებით მოვიდა. თორემ არასოდეს არ ჩავწო სახში თუ დღესასწაულებზე ეს ასე დადიოდა ბატონი დომენტი ასე. მე შავი ის ქონდა ჩოხა-ახალუხი და ვერცხლის ქამარითა და კარაკულის ბოხოხით და რაღაც. ოღონდ ერთი დიდი მნიშვნელოვანი განსხვავება იყო, მე რამდენადაც ვიცი სტალინთან ვერ მეგობრობდა. სტალინთანაც ვერ იყო. კაი, ჩემო ბატონო. ორჯერ იყო დაბატიმრებული მამაჩემი ანტი საკოლმეურნეო წყობისათვის ბრძოლის გამო. და აბა რა შეეყარებოდა გასვა? და მე 56 წელში დამიჭირეს, ჩამოვიდა და ყვიროდა იქ კგბ-ს შესასვლელში და ცეგაში და მე რომ კაცო მეო სტალინის სიძულვილისთვის მიჭერ, ჩემი შვილო სტალინის სიყვარულისთვის მიჭერ, დაგვაგები ამას გავაგები. რა გინდა დამონიანების გამოგებიდე. აი ახლა ყიზლარი ვახსენეთ და ყიზლარის საზღვრებზე თქვენ მართლა დიდი ამაგი გაქვთ, დიდი შრომა გაქვთ, დიდი გაწეული. მოდი აქედან დავიწყოთ, ესე იგი. მოვლენ ყიზლარი მართლა საინტერესო იყო ჩემს ცხოვრებაში. ახლა წინა პერიპეტიებს აღარ ვიტყვი და როგორღაც აღმოვში შევარდნაძის კაბინეტში. შენ იცი ისთვის და მოგიყვანე შენთან. არ ვიცი მეთქი, ისთვის მოგიყვანე. შენ უნდა წახვიდეო კაჩუბეიში. სად არის ეს კაჩუბეი? კაჩუბეი. ვარ დიღმის მეურნეობის დირექტორი. სარმაზარი ელფიადან და იქა მოყოლებული ამ მტკვრამდე. ეს ლისი, ბეთანია, ნახშირგორა, ეს ყველა ჩემია. ჩემი კი მეურნეობისაა და მეურნეობა ჩემია. ვაკირა შეიტყმოდა. და როგორ მივედი? კაჩუბეი არისო ყიზლარში. არც ყიზლარი არის მეთქი. ყიზლარში არისო საქართველოს ცხვარი. 2 მილიონზე მეტია. არისო 500,000-მდე გექტარი მიწა. ეს ნახევარი საქართველოს რაც ბარია. აი იქ ვიყავი მეო წელსო. ეს ხდება 74 წელს. და გაპარტახებული ეს ქვეყანა და ეს ნახევარი საქართველოს 6 რაიონი არისო იქო. სამთვის საძოვრებშიო. ხო და 8 თვი არისო. ჩვენი იქა 2 მილიონზე მეტი ცხვარიო და 3600 კაცზე მეტი მუშა-მოსამსახურეო. ნუ ამ ხელა მეურნეობა. ნუ და უნდა წახვიდეო. 36 იყო მეურნეობა და საერთო მეურნეობა იყო 5 რაიონი და ამისი მომსახურე პერსონალი რომელიც იქ იყო. მოკლედ მე ვთხარი რომ ცხვარი არ ვიცი მეთქი მე. სვანი კაცი ვარ იქ ცხვარი ახლა მაგას რაღაც დოლი აქვს, ის აქვს, ეს აქვს. პროცესი ისწავლო ეს მე შემეცხვარეთ კი არ გაგზანი იქო. მე იქ გაგზანი უფროსად.
надо наладить государственная дисциплина. ასაგებია. Дисциплина, пожалуйста, კი ბატონო. Дисциплина არა. მოგეთ ისე იყო, ასე იყო. მეცხრა ხვალ დილასო, უთენიო, წახვალო ყიზლარშიო. ნიკურაძე იყო ერთი საუკეთესო კარგი კაცი, დუგლას ნიკურაძე, პირველი მოადგილე იყო სოფლის მინისტრის. ის წაყვებაო და რო ჩახვალ იქიდან დამირეკეო. წავედი. აქედან ქსივი წავიდა რომ მოდის კაცი რომელიც კაციჭამია არის. და მოდის სახელმწიფო დისციპლინის დასაბუთებად. ნახე იქ ამის წინააღმდეგი რომ იმეც ასულ ახალი მოსულია შევადაზე ქვაზე იწვის. მოკლედ ჩავედი ახლა ამ ყიზლას დავათვალიერეს ყველა სამმართველო იყო რაც საქართველოსშია წარმოდგენილი. იქა და ყველა სამმართველო დავიარე. სადაც მომეწონა რომ ყველაზე კარგი შენობაა და აქ შეიძლება რომ კარგი კაბინეტი გაკეთდეს, უთხარი დაიკარგეთ აქედან მეთქი მოშორით აქედან ავყარო იქა და დაუკეთეთ დიდი კაბინეტი. უკან მოსასვენებელი წინ დივანი. როგორც არის წესი, უფროსი კაცი დისციპლინა ჯერ იქ უნდა დისციპლინა. და მანამდე სამსახურში არ გამოუცხადებულ ვარ. ვიყავი თეთრი სახლი იყო ესავე ძახდით თავრობის ისა რომ ჩამოდიო და იქ ვზივარ ახლა იქ ღებულობ ხალხს ახლა ამან ხშირი ყველას კი არ ღებულობ იქა შენარჩუნებული მაქვს ეს სახელმწიფო დისციპლინის ელემენტები. მან თანაშრომლები სყავდა ქართველები მაგრამ დივანი რატომღაც დამხვდა რუსის გოგო. შესანიშნავი კაი გოგო იყო. ავაჭირეს ზარსხელი. ხო შემოვიდა ეს გოგო ნახევრად შემოვიდა რა კარებში და მე ახლა სულ დირექტორის მაგიდაზე ვიჯექი და არ მიყვარდა ხოლმე ეს ღია კარებში საუბარი შემოდი შეშობეძაღლ მიხური ეს კარები მოდი უფროსთან ნელა გელაპარაკო რა მინდა იქნებ არ მინდა ყველი ხავ გაიგოს ედგარ უხადია სუდამეთ ოხადიო და გაიხურა უცბად კარი. დავაჭირე კიდევ ეს ზარი. შემოვიდა, მაგრამ ეხლა იმ ხელაზეც არ გააღო კარი. მარტო ასე შემოვიდა. ეხლა მე უფრო ხმა მაგრამ დაუყვირე. უხადია კაცი. აი ნახე როგორი მართალია მეთქი შევარდნაძე აქ მართლა დისციპლინა საგე ადარეული რა ვქნა არ შემოდის ეს დივანი ამდე გავედი ამოაღიყარებ და მოდი მეთქი ახლა შემოვიდა შემოიყვანი ოთახში ხო და ვეშხუბები რაღაცას მე თქვენ არ ვიცი ახლა სულზე რას ვეშხუბები ის მიხვდა რომ მე რუსული არ ვიცი. და მითხრა რომ и, наверное, хорошо не владеешь русским языком. მითხრა როცა შეგინდა და მიძახო უნდა მითხრა ზახაძი. ჩემი ყოფნა როცა აქ არ გინდა უნდა მითხრა უხადი. და ძალიან მეუხერხულა ეს წირფლიანი როგორ მასწავლის მე კაცო ცხოვრების წესს ვის როდის კაკ მეთქი აღა გრუბად უთხარი ანუ მითხრა უხადი ზახადი ამას დამახსოვრება არ უნდა მაგრამ აი ქეცი სადაც ზარი მედგა იქ უცბად ის არი გავაკეთე ერთი კარებისაგან ერთი მოსასვენებელი ოთახისაგან Bana var eramzal, uxadi zaxadi. მოგრედ ამ ჩემსა და დივანს შორის დამამყარე სახელმწიფო დისციპლინა. ეს არის პირველი ნიში. ეხლა შევარდნაძე მაჩუკა
იარაღი. მე ვთხარი, რა გინდაო, რომ დაგეხმარო? მანქანა თუ არ ყავსო, მანქანას გამოგიყოფო. არა, მანქანა მყავს, კარგი მანქანა მყავს, მეთქი. ბინა თუ გაქო, თუ არა გაქო, კარგი ბინას მოგწევ. კარგი ბინა მაქვს, მეთქი არ ჭირდება ბინა მეთქი რა. ნუ შეგქონია ყველაფერი. ბავშვები სწავლობენ მეთქი უმაღლესია, ერთი სკოლაში. აგაშენა მეთქო. ისე კი არაფერი არ ჭირდება შევგან. არაფერი შეგან არ ჭირდება. მაგრამ მე ქვეყნისათვის ვამბობ თუ არა, მე კი არ ჭირდება თქვა. თაში საერთოდ ყველაზე დიდ კაცად ითვლება, ვისაც ნებართვით აქვს მიცემული იარაღი. ის რომ სოფელში გაივლის და ხალხში გაივლის, იმის მიმართ არის მორჩილება გამოხატა. იმიტომ რომ იმას ეძახიან მთავრობის კაცს. მეც რომ მთავრობის კაცი ვერ ქვას, უნდა მომეცი იარაღი. ახლა ის ხო მიხვდა, ეს ხო 2 მეტრი დაბლა იყო რა სულ. aga მითხარო იარაღიო იყიდე ოღონდ ვაგერო 37 ღირსო ვოლულიანი თოფიო და იყიდე ახლა იმან გადამიგდეს და ედვარდონსო ჩახა მე რო ვოლულიანი თოფი ვიყიდო და ის გადავიკიდო ახლა ორ მხარზე და ისე ვიარო სოფელი ხო დამისტენენ ავტორი სანადირო ჩამოსულაგა ხო ეს არ შეიძლება აპარაგინდა მეთქან პატარა მინდა თქვა აი ახლა იარაღი გინდა ისო რევოლვერი მინდა კარგიო არაფერი არ გითხოვიო და შევიდა უკანა ოთახში და გამომიტანა კოლოფი გაუხსნელი რამე მომცა აი ეს არის იარაღი ვეცი ახლა ამან გავხსენი ვის უნდა შევადაზე გავხსენი ამ შავ ქაღალდებში გახვეული იყო ეს შავი ვალტერი ცინცხარი აიღო ტელეფონი დაურეკა ვარლამ შადურს ვარლამ შენ გრიშას ისრობონიას იო როგორ არ ისრობა პირველი მოადგილე იყო მედეს მე მას ვაჩუქე იარაღიო ვალტერიო მოვა ეხლა შენთანო და შენ გაუფორმე მაგასო შენახვისა და ტარების უფლებითო და ეს კი მომცა პატარა მაგრამ პატარას ვინ უყურებს ამ ყიზლარში მე მქონდა მამა ჩემის დაჩუქარი მაუზერი ხის კაბურაში ტროცკისტების დროინდელი ეს თასმით ეს ჩამოგდევა ყავის პალტო ვიყიდე მაგარი ეს როგორც ისა ეს ჩექმები ჩავიცვალე და ეს ყავის კაბურაზე მე კიდე ეს ის კომისარი როგორც კომისარი მოდი რო ჩავედი კაჩუმეში მიდის და მიდის წერილები კრემლში რომ ვიღაცა საქართველოსთან გამოგზავნის ხალხის დასახოცად იტყობენ რომ ეს რატო აქ ამას ნებართვა ამ იარაღის ტარების მე ხა გავუშვით გაიქა რომ მე მაქვს ხალხის დახოცვის უფლება ხუთი კაცი და სულიმის ანგარიში იყვნენ რამდენი კაცი მყავდა მოკლული რომ რამდენი მყავდა რესურსი მაგრამ ასეთი ვარიანტი მაგრამ მოსკოვში რომ გაგზავნიდნენ ამ წელს გადმოუგზავნიდნენ შევარდნაძე ატყობინებდა რომ მეტა რაზეშენა მე არავის არ შეუწუხებ მე ვარ ამ შემთხვევაში მარტო რომ ჩამოვიდოდი აქ მაშინ მეუბნებოდა რომ მაი რა წერილები იწერება და რაღაცები გედა წევსის ამბავია კაი წევსი როგორ შეხვდა გამრავლება წევსი ისა იქ არის არტეზიული ჭები კი ბატონო იმ არტეზიულ ჭებთან იონჯა ქონდა დათესილი და ამ იონჯაში შეუშვია ამას მეცხვარის ცხვარი და თვითონ გარედან უყურებს ასე ჩამოდებული იმაზე კომბალზე და მივედი ახლა მეცხვარესთან და დავინახე ეს საშინელება კაცო და ვეუბნები შედურაკო შეისეთო შეასეთო
არაფერი არ დამიკლია. ამას გიზამ, იმას გიზამ, მაგერ ვაგზნობინებ რომ მაგერ ხო ხედავ რამ ხელა ხელში მკიდია ეს. ხო და მაგრად შევაშინე რა, როგორ ჩანს. არაფერს არ მეუბნება, კაცო რომ ან იმიტომ, ან ამიტომ, არაფერი აზე მიყურებს გაშეშებ. მე ვფიქრე ალბათ ზედმეტი იმისგან შოქში ჩავარდა. შოქში ჩავარდა და გავანებე თავი ამ ყვირილსა და მივედი უფრო ახლოს რა მე იქე და წამოსწია თავი და რა სიჯაგრები ბურვაკივითაო. თურმე ის ადილად მისმეს, მაგრამ სულ ფეხებზე კიდე სიჯაგრები ბურვაკი. რა სიჯაგრებია ბურვაკივითაო. ეს მაგარი ამბავი. ეხლა მივადექი ჩემი ბატონი შეხარ, აი ეს ლეგენდარული ლუსტრა რო იყო. აი მის ისტორია არ მოგვეთ ლუსტრი. კარგი კაცო. ვიგი ხრა ეს ლუსტრა კაცო. აკაცმა არ უნდა თქვა. შემსიმავს მაღალი ბინა ქონდა და დიდი ლუსტრა ეგინათ. მე რო სიძე გავხდი. და სულ იმ ლუსტრას უყურებდით კაცო და ცოლი რომ ვითხოვე, მაშინ ვამბობდით რომ როცა სახლი გვექნება, ჩვენ ასეთი ლუსტრა უნდა ვიყიდეთ. იბადო. ნუ ისე იყო, თვაშე იყო, რამდენი ხანი იყო და ვიყიდეთ ლუსტრა. და დავკიდეთ, მაგრამ ლუსტრა კი იყო იმ ხელა, მაგრამ ბინა არ იყო იმ ხელა. აუ და ცოტა დაბლა დაირღვა სტანდარტი. ჩავიდა დაბლა. ხო, ეს შემჩოლ დაბალი იყო და ეწეოდა დაბლობა. მე ნახევრამდეც ვერ გავდიოდი რა. ამიტომ იქ რაღაცა დაბალი სტოლი დავდგით რომ და მოკლედ მთელი ამ ჩვენი ცხოვრების რიტმი აგებული იყო ამ ლუსტრაზე 27 წრე ქონდა რაღაცა 27 ლამპოჩკი ენთებოდა სხვა წრეები ქონდა. ერთხელაც ეს დემოკრატია რო შემოვიდა უკვე ხა და რაღაცები და საღამოს მოვედი მთვრალი არაფერი არ დამხვედრია სახში ცუდი ამბავი და ავწექი რა. მეორე დღეს შემოვიდა ლიანა ჩემს სადროში და ჩამომიზდა და მითხრა შენ ტყუილა არ მეჩხუბებიო მეო ხანდახანო მართალი ხარ ყველაფერს შევამ რა ბზიგი გეცა რა გინდა მე მიდღებ შემოვიდა მოდის ხო და კაცო აი რო დაგუპეო რა დამღუპე რა მოგივიდა წუხელ არ მოусმინეო იმასო პარლამენტის ხდომასო და არა არ მომისმენია რა თქვენ რა ხდება რა და ამ დასაწყებებმა ლუსტრაციის კანონი მიიღო იმარა მე შველაში ვიხებეს ლუსტრაციის რომელი კაგებეშნიკი მე ვნახე აშენ რა გეშინია მეთქი ამ ლუსტრაციის და მე არ გაყიდეო ეს დასაწვავი ლუსტრაო ეგ მაგარი. ეხლა ერთი ვარ მოვყეთ, არ შეიძლება და მე ერთ კაც შემოიყვან კიდე ჩვენთან სტუდიაში. რა მინდა ეს მოსამართლე შვილთან როგორ გიპირებდე რომ საქმე ჩაგეწყო, ეგ ამავე მოყავიო. ისა ჩემი ქალიშვილია მოსამართლე ნინო ონიანი და სარფში ვისვენებ სარფში. ვისვენებს და რაღაც აბოწოლი ვარ ამაში საჩილობელის ქვეშ და რამე და ზარი დაირეკა. უსმინე ხა მე იქნება არ გახსოვა შენო მე ვარო პირველი პარლამენტის წევრიო ცერცვაძე ვარ ვაჭარილი ვარ. და გავიგერო იმაში ხარ ბათუმში. და მოსვლა მინდა ძალიან გთხოვ და მივიღე. კი გასო აგერ ამიგიღო შესამშობლოში მოდი რა გინდა მე. მოვიდა. მოსამართლე არისო ქალაქის სასამართლოში ვიღაც ნინა ონიანი. ხო და საქმე მაქვს მაგასთან. მაგრამ არის ის რო შვილია. არა კაცო არაფერი არის. ვინ არ მიუგზავნე? რა არ ვეცადე? არაფერი არ გამომივიდა. არ შეგაწუხებდით ბატონო გრიშო. მაგრამ თქვენი ავტორიტეტისა და თქვენი გავლენის ამბავი ვიციო? და იქნება მომეხმაროთ ამ საქმეში რომ
კანონიერების ფარგლებში, იმაში, ამაში, როგორც არის ახლა ლაპარაკის წესი. აი ეს იქნება დამეხმაროთ. მოყვა ამას ბევრი მე არ ვალაპარაკა. ხო და რო დაამთავრა საუბარი, მე ვუთხარი რომ საუბედუროდ კაცო მე ამ ქალბატონს არ ვიცნობ მეთქი. რა საბობო კაცო? ბატონო გრიშა მოსამართლიანი, ინო ონიანი იქ არის აქ არა. არ ვიცნობ მეთქი, ხო იცი ონიანები გაბრეული ვარ თელ საქართველოში. მე მოხუცებული კაცი ვარ, ის ალბათ ახალგაზრდა არის მეთქი, გაიგე და საიდან მეთქი ახლა თუ მე შეიძლება მაგის მამა ვინ არის შეიძლება მოიწამო. ვინ არის მე მაგის დედა, მე მაგის მამა, ასე მიუყარებელია შეიძლება როგორც ადამიანი იყოსო რამე ვქედა. რა ვქნა კაცო, აგინებს და აგინებს. რა ვქნა ახლა ხوار ვეთყვირო კაცო, ჩემი შვილია ნუ აგინებს. მე ვთხარი იცი რას გეტყვით კი? მაგის დედას მე მოვლი. შენ სხვა მხრიდან მოვა. შენ გენესვალო შემიწავ. არაფერი არ გინდა. მე თვითონ დამიწინებო, ვადი. ოღონდ შენ მოგეშე მაგის დედას უნდა. შენ მოგლე დრამატობელი წავიდეს კაცი. რომ მაგის ჯინას ამოიყიდა იმით რომ მიხედავდი. მაგის დედას მიხედავ. აი როგორ ხედავთ ბატონო რიჩარდ. არც იუმორი აგნია და არც თვით ირონია და დასტურად ამისი კიდევ ერთ მაგალითს მოვიყვეთ ჩვენს პაროდის ცნობილ იუმორიას სახეს ბატონ მერაბ გეგეჭკორს მოუხმოთ სტუდიაში. მოდი მერაბ. ეს მერაბ. რა შეგებია? არც უნდა გაცხოვდე ხელს მაგრამ აიწყდა. აცი თელკისლას აზავიზარებდა და 3600 კაცი ყავდა ჩენზე დაგერებული. ერთი მერაბი გაუჭირდა, მაგრამ უფროსი მეგობარია. ყველა იმ პაროდიას, რომელიც მას გამოაქვს, სრულიად თვითირონი და იუმორის დიდი გზნობით ხვდება. ეხლა ჩემო მერაბ, აი დამეთანხმები შენ რომ სხვადასხვა მონოლოგში ძალიან ხშირად ბატონი გრიშას გამონათქვამებს გამოგვიყენებია. ისიც რაც მას არ უთქვამს, მაგრამ ჩვენი ვარაუდით როგორც მეგობრებმა ვიცით რომ იტყოდა, ანუ ხელს მოაწერდა, ხო და აი ასე და ჩემი აზრით საკმაოდ კარგად მიიღო ბევრი ისეთი გამონათქვამი, რომელიც აქტუალურია დღესაც. აი შენ როგორც შემსრულებელი, როგორ ატყობ? რას აგინიშნავს ხოლმე მაყურებელი? მე ბედნიერი ვარ ამ შემთხვევაში ბატონო ჯიმალ და რამდენიმე მარგალიტს გავიხსენებ ამ გამონათქვამებიდან. კაცო, ამაშინაც მიმიწვიეს ეს სატელევიზიო გადაცემაში და ევროპიზაციაზე ლაპარაკიო ბატონო. ჩვენ მეუთხარი შედალოცვლიო ევროპელები ხმამაღლა ამბობენ ბატონო რომ ჩვენ თქვენს ტრადიციებს არ ვებძვით ბატონო და არ ვერჩითო. შენ ჩემენი რომ ხარ. რატომ გინდა დამაჯერო რომ მამული ენა სარწმუნოებას უმამულობა უენობა და ურჯულებას ჯობშო. გამაგებიდე არ გამოვა ბატონო ეს მე თუ ვკითხავ რაცა ნაბეჭანი არასწორად ვარ გააზრებული ეს ევროპის მიმართულება. რაღა უკანა კარიდან მიძვები შედალოცვილო ამ ევროპაში შედარბაზედა რომ შეგვიძლია შეიძლება ბატონო. ანდა ერთიც უნდა ვთქვა ჩემო ბატონო ეს პატარა გოგობიჭები დასხდებიან ტელეწამყვანებთან და ვისთან დაუკეთებიათ ყველაფერს შეხალხოთყვებიან რაჩო. ადრე აღშენებას მოძღვარს აბარებდნენ, ახლა ტელეწამყვანებს აბარებენ. ეს ახალგაზრდები კაცო რეალობას მოწმიდნენ. ზოგი სკაიპშია და ზოგი კაიპში. რეზიუმის სახით უნდა ვთქვა ჩემო ბატონებო დღეს. აი არც ქართლის დედას ანებებ თავს და არც ქართულენის ლანძღვას, ხო? რაც გეტყვი თუ იცი ბიჭიკო, ხალხში უგადარებ თორემ შვანებს ერთი ასეთი გამოთქმა გვაქვს. გოჭი თუ ხარ ჟარეულს ნუ ეტყვი, ყურებზე ხახვი არ დამაჭრაო, თორე ხახსაც დაგაჭრის და ბოლოქსაც გაიკეთებს პირში. ასია. აგახარაგლეთვა. ბატონო ჯემო, ერთი ისტორია ვიცი მე და თქო კი ბატონო, ერთის არ გადავუყალოთ, აი რომელი ისტორიაზე საუბარი? 95 წლის არჩევნები რომ ჩაიარა არჩევნებმა და მოქალაქეთა კავშირი და აღორძინება. აი ეს ისტორია კი შეიძლება. მაგას სიამოვნებით მევისმე, კი ბატონო. აღორძინება არის ჩამოსული და შევიდა ორი პარტია 95-ში და ჩვენ ვერ შევედით რა ამ პარლამენტში. და თამადა იყო როსტომ აბაშიძე.
ფინანსთა მინისტრი იყო მგონი. იმან აიღო სიტყვა და თქვა მოქალაქეთა კავშირის საზღერცელო. შევარდნაძის თამადობით, რომ შევარდნაძე არის ესე იგი უზარმაზარი დიდი პიროვნება და რომ მას აქვს იმისი რესურსი, რომ აი უმრავლესობით შემოვიდა. მაგრამ არანაკლებ პოპულარულია აჭარის ლომი. მაშინ ასე ეძახდნენ კი. ასლა დაბაშიძე რომელმაც მის ხრებზე ჩამოეკიდა აჭარის მოსახლეობა და ინტელიგენცია და ის რაც არასოდეს არ ყოფილა საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში იმდენი კაცი შეძლო რომ შეეყვანა ამ ფორუმში და 27 კაცი თქვა წარმოდგენილი აჭარის მოსახლეობა. როგორც ახლა ნაციონალებს. და გააკრეს ტაში ამაზეც და მთელი ამბავი. ეხლა ადგა ზურაბ ჟვანია. და თქვა რომ ედვარდ ამბროსოვიჩის ხრებზე, მის ბეჭებზე, მის ჭკუაზე ჩამოეკიდეთ და აი ასეთი ტრიუმფატორული ნაბიჯი გადავდგით და ასე დავეუფლეთ პოლიტიკური ამდენ უმრავლესობით შევედით და აი კედაგედა და ამაზე უარესი დიდი ტაში ატყდა კიდევ. აქეთ მიზის სალარიძე, აქეთ მიზის თენგიზ გაზელიანი. ხო და მე რატო ვარ იქ მოხვედრილი არ ვიცი, მაგრამ ვარ. აქედან ეს მირწყამს ხელს სალარიძე, აქედან თენგიზ გაზელიანი და მეუბნებიან, რომ სულ რო ყბედობ ამ სუფრაზე და სულ რო ეხლა რამე შეშობელს აღვეს. ნუ რატომ და ზალით წამბაგდა ჩვენი სახელითო საზღერცელო სიტყვისო ისეუნია. აუდე კიდე შევაქე მოქალაქეთა კავშირი რომ ისინი შევარდნაძის მხრებზე ჩამოეკიდნენ და ასე შევიდნენ პარლამენტში მიულოც ეს დიდი გამარჯვება მე გადავედი აჭარის ლომზე იმაზე ვთქვი და ვილაპარაკე შეხელჩებათ რომ მის მხრებზე ჩამოეკიდეთ და ნამდვილად ძლიერი მხრები აქვს ისაა და ნუ და გაჩერდი და იმათი გქონდა რომ მორჩის და ახდებოდა ამაზე მე ვარ დურაკი მე თვითონ მაშინ ესაქმე მე რომ ამ მკვდარ სტალინის ჩამოეკიდე სად უნდა წავეყვანე ეხლა ამაზე აწვდი ერთი ამავე და სენსაცია მაშინ და და შეგელა ყვირის ახლა იცედა საკუთრი და შენი მკვდარი ჩვენ ცოცხლებს ჯობია აი ასეთი იუმორი დაგსავსე კაცები გამდება ჩვენი ბატონი გრიშაონიანი ჩვენი ლევანდელი სტუმარი უღრმესი მადლობა ბატონო გრიშა მომძანებისათვის და ასეთ ლამაზ საღამოთი დიდი მადლობა დიდი მადლობა ჩემს აბა ჩემ შვილობისა და ჩემ ძმა აბა ვაგრძელებ ჩვენს განაცემას ჩვენი სტუმარია გოგონათა პოპულარული ანსამბლი თესეუ გორდელა ხელმძღვანელი ბატონი თამაზ მამალაძე Magma tara gogos pulshim susnom chavi khedo
კი მინდა სტუდიაში მოვიწვიო ანსამბლის ხელმძღვანელი ბატონი თამაზ მამალაძე და გოგონებსაც ხო შეუერთდეთ დავის ხელმძღვანელს და დაიკავონ ადგილები ჩვენ სტუდიაში მობრძანდით ხო გამარჯობა ჩემო თამაზ მობრძანდები გამარჯობა მიდი აბა ჩემო ბატონო თამაზ რა სიახლეებია ანსამბლში ახალი პროფესია შევიძინე ბატონო ჩემო. რაც გამოიხატება ჩემს ძიძაობაში უკვე. ძიძა გავხდი აბა. იმიტომ რომ ჩვენი თილისმანი მარიამი ყოველთვის კონცერტზე დაყვება. იმდენად პატრიარქი სინეზე ჯერებელ გამოდის და მე მიჭირავს კონცერტის დროს ხოლმე ყოველთვის. ეს ანის პატარა. მიულოცო ჩემო ბატონო. ბადება და მრავლობა უსურვოთ აგდებული გოგონა ძალიან კარგი შეუვაგონო. კიდევ ერთი სიახლე რომ სულ 2 კვირის წინ ჩვენ გრან-პრი მოვიპოვეთ საერთაშორისო ფესტივალზე. ეს ფესტივალი გახლავთ, ამ ფესტივალს ატარებს ერთ-ერთი ცნობილი ბრენდია Fiestallonia, ესპანური ბრენდი, რომელიც ევროპის მასშტაბით ატარებს კონკურსებს და ფესტივალებს. და ჩატარდა ასეთი ფესტივალი Fiestallonia Georgia, რომელიც თბილისში ჩატარდა. ქვეყნების რაოდენობას არ დავასახელებ, რამდენმა მიიღო მონაწილეობა, რომ შეიძლება შემეშალოს, ძალიან ბევრი ქვეყანა იყო და აი ამ ფესტივალში, რომელიც სრული კურიოზების ფონზე ჩაიარა ჩვენთვის, გრან-პრი დავიმსახურეთ. ძალიან ისეთი სასიამოვნო ამბავი ხო ბატონო თამაზ, ვისთვის კურიოზი, ვისთვის? რა თქმა უნდა, ვის როგორ იყო. დავიწყოთ იმით ბატონო ჯემალ, რომ წინა დღეს სტარდება ახლა ტექნიკური პერსონალის შეკრება, რომ რა გვჭირდება მეორე დღეს სცენაზე, რა უნდა იყოს რა ყველაფერი და რა უთხარი 14 მიკროფონი გვინდაო? სულ გადაირიენ. რა თქმა უნდა, 14 მიკროფონია და ნუ 7 გოგონა მყავს მეთქი, 7-ვე მღერის, 7-ვე უკრავსო. მე 7 არ ყოფათო. არა მეთქი, ვოკალზე უნდა ერთი ინსტრუმენტზეო. აბა წავიდა იქ ვაჭრობა, არა 5-ო, არა 6-ო, მე ფეხსარუსული 14-ს. ლუარსაბით მაგრა თავდგევა რა მოკლედ. როგორც იქნა, კაი, რაღაც კომპრომისზე წავალით და ჩამოვლით 12-ზე. მოვილაპარაკეთ და ხალ მეორე დღეს უკვე კონკურსის დროს 12 მიკროფონი უნდა გვიდგას სცენაზე. კარგი, გათენდა ეს მეორე კონკურსის დღე 25 ოქტომბერი რა დამოვიწყეს მაგას. ნინო წასულია მეუღლესთან ერთად ერევანში კონცერტი აქვს. ნინოს მეუღლე ილია ჭუმბურიძე გამოდის ანსამბლში თესეუ არჩი, რომელი კონცერტმაც ბრწყინვალედ ჩაერა ძალიან კარგად ულოცავ ილიას კიდევ ერთხელ. და მეორე დღეს უნდა ჩამოგვისროს კონცერტზე. ასებს ყველაფერს აბსოლუტურად დილით თუთენია მოდიან მანქანით. მოვიდნენ საზღვარზე და სისტემა გათიშული არ უშვებენ. საათია. აბა რომ დამერეკანინო და ვერ მოვდივარ და ესეა საქმეა, რა დამემართებოდა. რაც შავი ულვაში მაგ ისეთი თეთრებში გადავიდა კიდე. და ახლა სოფო მირეკავს. იცით რა, როცა რა მეჭირდება, ბატონი თამაზი ვარ მაშინ, ისე თაზე ვარ. ბატონო თამაზი, იცით რა ხდებაო? ძალიან ცუდად ვარ, ვერ დგები და ვერ მოვდივარო, რაო, ვერ მოდიხარ მეთქი, ვაიმე, რა ხნა ახლა კაცო. ჯერ იმაზე ვფიქრობ, რა დაუკრა ეს მეორე საკითხი. ამდენი რომ ვიბრძოლეთ 2 საათი 12 მიკროფონზე. მივალ და აღარ ამჭირდება ეს 12 მიკროფონი, 10 მინდა. მიველი და უნდა დავიწყო ახლა მოხსნა პირი რომ აბა რაღაც უნდა მოვიგონო რა და ისეთ ბატონო თამაზ გუშინ კი ვილაპარაკეთ, მაგრამ 9-ზე მეტი ვერ დაგავხედროთ. იდეა შედა. და ხალხ მეთქმა და კაი. მოვიდა ჩვენი ჯერი, გამოაწყდეს დავალაგეთ ეს მიკროფონი ყველაფერი და უნდა დავიწყოთ. დაკვრა, კასიჯეს მიკროფონი და შენც არ მოვიგდი, არც ერთ არ ამუშავებს. არც ერთ არ აბა გამოვარდა ეს ტექნიკოსები დარბიანზე ითქვით ჩართონ და ორი როგორც უნდა ჩართოს. ჩართეს ორი და ამ დროს რაღაც კაცანის ხმა ისმის. ვაიმე, დავხედეთ და ჭიბონს დაადგა ფეხი. ერთ-ერთი ჭიბონია, როგორ უნიკალური ჭიბონია. მარიამი მიჭირავს ახალი ნაჭამი, ახალი ჩაძლებული, ხმას ვერ ვიღებ. არა ხوارდა, ამტყე ვარა ხوارდა ჭირი არ უნდა. ეგეც ერთი, დაიმეძება ბოლოს. ყველას თავისი გასაჭირი ქონდა, თაზოს ახლა ჭიბონის და მე ჩემი გასაჭირი რა, სულ იმაზეა შენიშნა რომ ყველა კონცერტზე ახალ ვარიაციებს უკრავ ამ ჭიბონისო და ეხლა რაღა გავაკეთო, საერთოდ აღარ უკრავ და ნუ გამოვარდი სანამ ესენი იმას აკეთებენ მიკროფონებს და თაზოსონები ჭიბონი გაგვიტეხეს თქო და რას ისედაც სპონდა დაგვეკრა სხვას უკრავ. ამ დროს ბატონი თამაზის ესე მარიამი ამოშორელი ყავს სიღლიაში ხელში და უცებ რა გააკეთოს არ იცის და დარბის წინ დაუკან. მარიამს უყურებს, მე უცებ ესე და ჭიბონი და უცებ ეს რეაქცია ბატონ თამაზს. და რამ გიშოლე ხა ბატონო ჯება. ყოველთვის კონცერტზე რომ მიდივართ, ამათ ხო ამრავი ინსტრუმენტი აქვს. ზედმეტი მაგ ყოველთვის. რა იცი, რა შეგამოგოდგეს მე. გამოგვადგა მეორე წუთი. ამიერი და
მე მგონი სულ მიკროფონს უნდა იმღეროს. ისე კარგად დაგიცნიათ. ეს კარგი. ახლა რა მინდა კიდე გითხრა. კაცო, რამდენიმეჯერ უკვე მოწვეული ყავს ეს უნიჭერესი გოგოები და ყოველთვის ღერის თესეულ გორდელა, მოგმადლობთ თესეულ გორდელა და არც ერთხელ არ დაგვიხასიათებია. კი მაგრამ ვინ არიან ეს ლამაზი გოგოები? სახელი არ აქვს, გვარი არ აქვს, ასაკეთები. ახლა როგორც ხელმძღვანელმა თქო გამოასწოროთ ეს დაგვიხასიათოთ, თორე გენდერულ დაჩაგვრაში არ დაგვდო ბრალი ჩევბადო. გვარს არ დავასახელებ გაგასტობს ყველა კოლონიების თავმჯდომარეებს. ხელმარცხნივ ნათია ხმალაძე მიზის, რომელიც მოწოდებით ოპოზიციონერია. მოწოდებით ოპოზიციონერია. გვარიც ხელს უწყობს, ესე იგი არ არსებობს, რაც არ უნდა თქვა, ხო, რომ საწინააღმდეგო არ თქვას. სიტყვაზე მოთხარიო. ნათია, შავი ჩაიცმით ხო ჩვენშევი? არა, თეთრი უნდა ჩავიცვა. ეს დაუგრათ. არა, ის უნდა დაუგრათ, მაგრამ მაინც კაი გოგო. ბუზბულე შემორქეს და ვატარებ. ეგ არაფერი, კამათში იმადება ჭეშმარიტება, ეგ არ არის მინუსი. გავაგრძელეთ? თია ქირია, ესე იგი ჩვენი თარჯიმანი, ჩვენი პოლიგლოტი. ესე იგი უნაკლოდ გვაქვს სოფლიოს ნებისმიერ ენას. განსაკუთრებით ადგება ხოლმე, როცა სადმე გასტროლებზე მივდივართ, მივფრინავთ და ყოველთვის აი ესეთ სიმპათიურ ბიჭებს მოისვამს ხოლმე გვერდით, რომ თიასთან დაკავშირებით მოვყვები უცებ ერთ კურიოზს. დაგვემართა ისეთი რაღაც ვისვენებდით ბათუმში და ძალიან ისეთი ახმახი ბიჭი იყო, რომელიც აღმოჩნდა სომეხი და არ იცოდა ქართული და თია უნდა დაამყაროს ხა კომუნიკაცია მასთან და უნდა კითხოს რამდენი წლის ბრძანდებით და ნუ რამდენი წლის ხართ და ეუნება სკოლკა სტოიშ და თია და სომეხმა არცაც ხელა და ეუნება $100 და გავიწურდა იქიდან თია წამოდი დროზე შემდეგი გახლავთ ჩვენი ქეთევან კირკელია. ეს ხო საერთოდ საოცრება, ყველა გაგებით. ნინო ხმალაძე რა არის კაციკაძე. ეს ჩვენი ყველაზე პატარა მონაწილე არის და საერთოდ მინდა ვთქვა, რომ ეს წლების განმავლობაში ჩვენი შემადგენლობა არ იცვლება. ერთ-ერთი ჩვენი წარმატების ეს არის. ჩვენ უკვე ერთ ოჯახად ჩამოვყალიბდით, იმიტომ რომ ჩვენ ოჯახში ყოველთვის ხინიც არის, ჭირიც არის, ყოველ ხან ჩხუბავთ, ხან კამათობთ ხო, მაგრამ მაინც ერთად ვართ, მაინც ყოველთვის მეგობრული განწყობა გვაქვს ყოველთვის და ამაში ლომისილი ჩვენ ნინიკოს შეაქვს, იმიტომ რომ ყველაზე ესეთი მომრიგებელი ადამიანია ყოველთვის რეალურად აფასებს ყველაფერს და ასე თუ ისე დადებითი წვლილი შეაქვს ჩვენს ასე ჰარმონიულ ურთიერთობებს. კარგია, ძალიან კარგი. ამასაცების ჩანაწერი მჭირდება, რომ ეს სიტყვები ხშირად გაუშვათ ხოლმე ტრანსკრიფციაში. ამის ჩანაწერი არ იქნება. აბა გავაგრძელეთ. აბა ჩვენი სვანი ანა გულედანი, რომელიც მასალა იქნება, მაგრამ სვანდა მაინც გამოყრავს. საოცარი და მიულოცეთ და კიდევ ერთხელ მიულოცეთ შეუვადო. კახეთის სიამაყე თამუნა ალადაშვილი, რომელიც სახელზე ერთხელ სად იქნება რაღაც გაუკეთებულ არ გაიღიმოს მეთქი ვერ მივახცე ვერანაირად. სულ იღიმის დღედა. მოგუშულდროში უნდა გაიგიმოს, აბა. კარგია. და ჩვენი სამეგრელოს დედოფალი აფხაზეთიდან სოფია ქირია. კარგი შეუვადო, დიდი მადლობა. აი ამ ასეთი ლამაზი შიდეული სასალამაზად წარდგენისათვის. საფინალოდ კი რა შევასრულებთ ბატონ თამარ? ეხლა ჩვენ შეგისრულებთ იმერული სიმღერების პოპურს. აბა, ხოთ სცენაზე და დიდი სიამოვნებით მოვისმენთ შეუვადო. Marginis perigabilia
ნათელიც კი ბნელია ой შეყვარებულისათვის ой ნათელიც კი ბნელია ეს გუნების კანონი ყველასათვის ვალია იგანურჩევლად იმონე ой კაცია თუ ქალია ой განურჩევლად იმონე ой კაცია თუ ქალია ჩემი სტანა და ჩაგრული თურმე ხარ ბეჭაყველა საყვარელმა მიღალა და დამაქცია და დამანელა საყვარელმა მიღალა და დამაქცია და დამანელა ერთსაც ვერ ვიცოცხლებ რომ მან მყავდე კესარია ჩემი აქანა დამბორგი დამალა მოცისარია ჩემი აქანა დამბორგი დამალა მოცისარია სანამ ვისი მქონდა რამე ციცქნა ნელა ნელა მერე ხეა მიპალმურა დამაქცია და დამანელა მერე ხეა მიპალმურა დამაქცია და დამანელა ჩემო ჩაფუნთრუშებულო ჩემო სულის გვარახჯინა დედა შენი უნახავი ამდენ ხანს რამ დამარჩინა დედა შენი უნახავი ამდენ ხანს რამ დამარჩინა დიდი მადლობა ჩვენ შევიძინეს ალსამს თესეულ გორდელას და მის ხელმძღვანელს ბატონ თამაზ მამალაძეს. მერი არაცება დასასრულს მივახლოვდა ემშვიდობებით, საუკეთესო სურვილებით და არ დაგავიწყდეთ. ჯანსაღი სიცილი საუკეთესო მგურნალია.